გამარჯობათ მედანეებო, დღეს ძალიან საინტერესო დანებს განვიხილავთ. ეს არის ტონი მარფიონეს ხელნაკეთი custom Socom Bravo და Socom Elite მოდელები. ძირითადი მახასიათებლები ბევრი საერთო აქვს ამ ორდანას. Socom Bravo 2013 წლის შემდეგ თუ 14-ის შემდეგ მე მგონი აღარ არის წარმოებაში. Მთლიანი ზომა 23.17 სანტიმეტრი, ფოლადი 10.16, წონა 150 გრამი და სარკისებრი გაპრიალებით ასეთი ლამაზი CPM 154 ფოლადი. მექანიზმია საკისრები, საკმაოდ კარგად ზის ხელში, შპინკით იხსნება, საერთოდ მე შპინკი დანის გახსნა არ მომწონს, ფლიპერი მირჩევნია და Microtech-ის და ტონი მარფიონეს Socom Elite, Socom Bravo მოდელები ერთადერთი მოდელია შპინკიანი, რომელიც ძალიან მომწონს. სხვაობა ამ ორდანაში 15 გრამია მე მგონი, მე ვფიქრობ წონა. აქ ტანტოს ფორმის ფოლადი გვაქვს. M390 კლიპსაზე თარიღი გვაქვს წარმოების ჩარჩო ჩამკეტით, ფრეიმ ლოკით და ორივე პირი აქაც დაახლოებით 4 სანტიმეტრამდე 2-3 სანტიმეტრამდე ბასრი არის პირი. ეს არის სხვაობა. აგრეთვე ჭანჭიკები. ამ დანაზე რომ შევამჩნიე Socom Elite-ზე, რომ შიგნით იყო ტეფლონის ჩარჩოს, პლასმასის ჩარჩოში საკისრები, ძალიან არ მომეწონა და გავხსენი, გამოცვალე ონლაინ, გამოვიწერე რკინის ჩარჩოში, მაღალხარისხიან რკინის ჩარჩოში კერამიკული საკისრები. ხოლო იგივე მეორე დანაზეც ვერ შევძელი, რადგან ასეთ custom ჭანჭიკებზე უკვე საჭიროა სპეციალური ხელსაწყო, რომელიც მე არა მაქვს და სხვა არანაირი ხელსაწყოს გამოყენება არ მინდა, უბრალოდ რომ არ გავაფუჭო ეს დანა. საკმაოდ საინტერესო მოდელები ხელში ძალიან კარგად იგრძნობა. წონა გეომეტრია როგორ ზის ხელში, ძალიან კარგი დანაა. ძალიან კარგი დანაა და არ მიკვირს Microtech-ის production ქართული ვერსიები ამ დანის რატომ სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარულობით მომხმარებლებში, რადგან უნაკლო დანა არის თავის კატეგორიაში, თავისი მოცემულობით. ეხლა რაც შეეხება ფასებს ამ დანაზე. ეს თავის დროზე, როდესაც გამოდიოდა Socom Bravo, მე ვფიქრობ დაახლოებით $1500 ფარგლებში იყო, ხოლო დღეს ეს საკოლექციო დანაა და კარგ ეკონომიკაში მინიმუმიდან მაქსიმუმ დიაპაზონამდე ვიტყოდი $3000-დან $5000-მდე იქნება ამის გასაყიდი ფასი. Socom Elite-ზე დაახლოებით 2-დან 2.7, მაქსიმუმ $3000-მდე იქნება დღევანდელი ფასი, როდესაც დაახლოებით $1000 იყო ამ დანაზე ფასი. რამოდენიმე თქვენგანმა აღნიშნა, რომ საშუალო მომხმარებლებმა როგორ შევიძინოთ ეს დანაო. ასეთი კრიტიკით და აქვე მინდა გავცე პასუხი, რომ საშუალო მომხმარებლებისთვის ეს დანა არ არის, ეს უფრო საკოლექციოთ. საშუალო მომხმარებლებს ვეთყოდი $100 ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ Cold სტილის AD10, AD15, SR1 მოდელები და უნაკლო დანა მაგდანების მოდელებში და ამათ შორის განსხვავებას ვერ იგრძნობთ. განსხვავება აბსოლუტურად არ არის და ბოლომდე მოგემსახურება ცხოვრებაში ნებისმიერ ჭრებში. ამიტომ ეს დანები დაახლოებით ასე რომ ვთქვათ, კოლექციონერებში საკოლექციოდ უკვე
თავისი აზრი აქვს, რადგან კოლექციონერები ამას არამხოლოდ აგროვებენ, რაღაც მომენტში ყიდიან, ცვლიან სხვა დანებში და ეს არის კოლექციონერების ერთ-ერთი მოტივატორი. ანუ ფასი რო ეზრდება ამ დანას, გზაში შეხვდება რაღაც დანა, რომელიც მოგწონს ახალი და შენ უკვე გადაცვლი ამ დანას და ტრეიდინგს აკეთებ ონლაინ ფორუმებით და ვებსაიტებით. Blade Forum-ი, მაგალითად bladeforums.com ძალიან კარგი პლატფორმაა გადასაცვლელად დანების. მაგრამ ზოგადად ეს ასე ვთქვათ, უფრო ისეთი გიდევს ეთამაშები, დაკეცავ, გახსნი, მხოლოდ რეალურ ჭრას ჩემთვის ბევრია ვინც ხმარობს, მოიხმარს ყოველდღიურად ამ დანებს ჭრებისთვის, ნებისმიერ ჭრისთვის, მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, საკოლექციო მოდელია, რომელსაც თავისი აზრი, მნიშვნელობა აქვს და რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, შეიძლება გადავცვალო ეს დანა რაღაც სხვა უკეთესში, რომელიც დამაინტერესებს, რადგან წლები გადის გემოვნება ცეცულება ადამიანს და დანების გემოვნება ყოველთვის იცვლება და ყოველთვის ახალი გამოდის, რაღაც უკეთესი და საინტერესო.